სახელითა მამისაითა და ძისაითა და წმინდისა სულისაითა. დღეს ღვთისმშობლის შობის დღესასწაულია. დღეს მრავალი ადამიანი არის ეკლესიაში მოსული. მათ შორის ჩვენთან აქ. მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ დღესასწაული უნდა გავითავისოთ და ჩვენი ადგილი ვიპოვოთ ამ დღესასწაულში. ზერელა დამოკიდებულება ყველაფრისადმი, არაფრისადმი არ ვარ გადა, მით უმეტეს იმ საქმისადმი, რომელიც ჩვენს მარადიულ ხვედრს ეხება. როდესაც ჩვენ მოვდივართ ღვთისმშობლის შობის დღეს, დღესასწაულს და ღვთისმშობლის დაბადების დღეს, შეიძლება ასე ვთქვათ, უფრო გასაგები რო იყოს ჩვენი ადამიანური მიწიერი აზროვნებისათვის. რა უნდა გვიხაროდეს? რას უნდა ულოცავდეთ დედა ღვთისას? და საერთოდ რატომ არის, რომ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის პიროვნება ესეთი მნიშვნელოვანია ქრისტიანობაში, თითოეული ჩვენთაგანისათვის? მე ადრეს მithქვავს, რომ მართლმადიდებლობის ხარისხი ძალიან არის დამოკიდებული იმაზე, თუ რამდენად გვესმის ღვთისმშობლის ის საიდუმლოება, რომელსაც ღვთისმშობლობა ქვია. ღმერთის მშობლობა, ღმერთის დედობა. რამდენად გვესმის ეს საიდუმლოება და ეს საიდუმლოება მოგეხსენებათ, იმიტომ რომ როგორ შეიძლება ადამიანი იყოს ღმერთის დედა. როგორ შეიძლება ადამიანმა ღმერთს უთხრას შვილო და როგორ შეიძლება ღმერთმა ადამიანს უთხრას დედა. ხომ გვესმის, ეს არის საიდუმლოება. და რა კავშირშია ეს საიდუმლოება ქრისტიანობასთან? საერთოდ ჩვენს რელიგიურობასთან. ჩვენ ვიცით, რომ უამრავი სარწმუნოება არსებობს, მაგალითად ისლამი, რომელიც არანაირ ღვთისმშობელს ცნობენ, როგორც ასეთი, როგორც წინასწარმეტყველ ისას, დედას. მაგრამ ისინი არ ცნობენ ღვთისმშობელს, ისინი ცნობენ მარიამს და არა ღმრთის და მარიამს არ ცნობენ როგორც ღვთისმშობელს. არსებობს ისლამის მაგალითი მოვიყვანეთ, რომ უამრავი რელიგია არსებობს, სადაც აუცილებლობა იმისა, ისლამი, იმიტომ რომ მისი ფესვები ბიბლიაშია და რაღაცნაირი გაგებით ახლოს არის თითქოს ჩვენთან და მრავალი წმინდანია, რომელიც საერთოა ჩვენთვის. მაგრამ ეს სიახლოვე თითქოს და იმიტომ რომ სინამდვილეში ეს არის აბსოლუტურად სულ სხვა რამ. ეხლა ამაზე არ შევჩერდები, მაგრამ მაგალითისათვის მოვიყვანე. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მარიამს ჰქვია ღმრთის მშობელი. ჩვენ თუ ეკლესიის ისტორიას გადახედავთ, დავინახავთ, რომ მრავალი ბრძოლა იყო ეკლესიაში ამის გამო, მრავალი მწვალებლობანი ჩნდებოდნენ. აი მაგალითად ერთ-ერთი მწვალებლობა ნესტორიანიზმი ღვთისმშობელს უწოდებს ქრისტეს მშობელს, რომ მან ქრისტეს შვა, მაგრამ არავითარ შემთხვევაში ღვთისმშობელს. არ ჩაუღმავდები ამ თემასაც, მაგრამ მე მინდა იმის თქმა, რომ აი ეს საიდუმლოება, ღმერთის დედობის საიდუმლოება, ეს ადვილი გასაგები არ არის, მაგრამ მეორეს მხრივ, აქ უბრალოდ გაგებაში არ არის საქმე, რომ რაღაცა გავიგოთ ან რაღაცა არ გავიგოთ. ეს ეხება თითოეული ჩვენთაგანის მარადიულ ხვედრს. ეს ეხება თითოეული ჩვენთაგანის ცხონებას. ანუ ეს მაცხოვნებელი საიდუმლოება. ამიტომ ჩვენი დამოკიდებულება ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისადმი თითოეული ჩვენთაგანის ცხონებას ეხება, გადარჩენას ეხება. ეს არის უაღრესად სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საკითხი. და ჩვენ თუ ამას ვერ გავიგებთ, ვერ ჩავწვდებით, თუ რას ნიშნავს ღმერთი მოსული ადამიანად და რას ნიშნავს, რომ ჩვენ ქრისტიანები ვართ, ანუ ადამიანად მოსული ღმერთის მიმდევარი და მოწაფენი ვართ. ღმერთის, რომელსაც ჩვენ ხედავდით, რომელსაც ჩვენ ვეხებოდით, რომლის სიტყვასაც ჩვენ ადამიანური ყურით ადამიანურ სიტყვას ადამიანური ყურით ვისმენდით, რომელიც იმდენად დაუცველი აღმოჩნდა, რომ ჩვენ მოვკალით.
და ხო ხვდებით რომ უბრალოდ რელიგიურობა რომ ემწამს ღმერთის და ის რომ ღმერთი შენთან მოვიდა რომელიც შეგეძლო და მოკალი კიდევაც აი ესეთი ღმერთი რომელიც დედამ გააჩინა ქალწულმა თუ გჯერა რომ ღმერთი გააჩინა ის აღარ უნდა გვიკვირდეს რომ ქალწული იყო რომ დედამ გააჩინა მაშინ ეს ყველაფერი ძალიან განასხვავებს ჩვენს რელიგიურობას სხვა ყველაფრისაგან ამას იმიტომ კი არ ვამბობ რომ ჩვენ თქვათ სხვა რელიგიის მიმდევარნი ვართ ან მუსულმანები ვართ თქვათ და ასე შემდეგ არამედ ამას იმიტომ ვამბობ რომ მიუხედავად იმისა რომ ჩვენ ეკლესიის წიაღში ვიმყოფებით ჩვენ შეიძლება შინაგანი წყობით შინაგანი მდგომარეობით რელიგიურ მდგომარეობას სულიერ მდგომარეობას გულისხმობ არ განსხვავდებოდეთ იმ რელიგიებისაგან იმ მორწმუნეებისაგან რომლებსაც არ სწამთ ადამიანად მოსული ღმერთი იგივე მუსულმანისაგან ანუ შეიძლება იყო ფორმით სიტყვით ნომინალური აღსარებლობით ქრისტიანი მაგრამ შინაგანად არ იყო ქრისტიანი იმიტომ რომ შენ ეს საიდუმლოება თეორიის დონეზე შეიძლება იცოდე მაგრამ სამწუხაროდ ჩვენი ერის დღეს და მათ შორის მრევლისაც წიგნიერებიდან თუ წიგნურობიდან გამომდინარე ჩვენ ძალიან ხშირად თეორიაც კი არ ვიცით ქრისტიანობის არ და ვალდებულება გვაქვს ჩვენ რო ვინათლებით მრწამს ვამბობთ არა იმიტომ რომ იგი ხაპასხუპით უნდა ვიცოდეთ არამედ იმიტომ რომ იქ რაც წერია მრწამში ის გაშლილი სახით თითოეული ჩვენთაგანის საკუთრება უნდა იყოს არა ის რომ რაღაცა ვიცი აი ქრისტიანები ესე ამბობენ არამედ ჩვენ მასში მისით უნდა ვცხოვრობდეთ და ის ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია მაგრამ ჩვენ ეს არ ვიცით ამიტომ თეორიის დონეზე ჩვენ შეიძლება არ ვიცოდეთ რას ნიშნავს ღმერთი მოსული ადამიანად და რითი განსხვავდება არსობრივად ქრისტიანის სხვა მორწმუნისაგან და თუ თეორიულად ვიცით შეიძლება განცდის დონეზე ცხოვრების წესის დონეზე ჩვენ ყოველივე ამისაგან მაინც შორს ვიყოთ აი დღეს ჩვენ სახარებაში აღმოვიკითხეთ ესეთი სიტყვები ყოველსა რომელსაც რწმენეს და რწმენაზეა საუბარი მე იმიტომ გამოყავი ეს მონარიდი რწმენა ჩვენ ვამბობთ რომ ჩვენ მორწმუნენი ვართ მუსულმანიც ამბობს რომ იგი მორწმუნეა და უამრავი სხვა ადამიანი ამბობს რომ მორწმუნეა ჩვენც ვამბობთ და გვეუბნება იოანე მახარებელი თავის სახარების მესამე თავში ყოველსა რომელსაც რწმენეს და რწმენეს არა ზოგადად აი რწმენეს არამედ რწმენეს იგი ქრისტეზეა საუბარი არა წარწყმდეს ეს წარწყმდა საერთოდ ძალიან მნიშვნელოვანი სიტყვაა ჩემის აზრით თავისი ფონეტიკური ჟღერადობით არსებობს დაღუპვა არსებობს რა ვიცი 1000 სიტყვა შეიძლება აი წარწყმდა მარადიული სიკვდილი არსებობს მაგრამ წარწყმდა ფონეტიკურად ქართულად ისე ჟღერს რომ ძალიან მძაფრად შემოდის ჩვენ სულში და თითქოს და ასახავს იმ რეალობას, რასაც მარადიულად ქვია ღმერთისაგან განშორება. ყოველსა რომელსაც რწმენეს, იგი არა წარწყდეს, ანუ ვისაც ქრისტე ის რწმენა, იგი არ წარწყდება, არამედ აქ უნდეს ცხოვრება ის საუკუნოი. ანუ ჩვენი მარადიული სიცოცხლე უშუალო კავშირში არის ქრისტესადმი რწმენაზე. ჩვენ სარწმუნოებო, რამდენად გვწამს, როგორ გვწამს და რას ნიშნავს ეს რწმენა. ჩვენ ძალიან ხშირად რწმენა დაკვავს ჩვენს გარეგნულ ცხოვრების წესზე. ესე რომ იყოს, ამდენი საუბარი ალბათ ამდენი სიღრმეები ქრისტიანობაში არც იქნებოდა. იმიტომ რომ რაღაც წესებს ასრულებ და დამთავრდა. ისევ მინდა სხვა რელიგიებთან პარალელი გავაკეთო, თქვათ მორწმუნე მუსულმანისათვის სულიერი ცხოვრება. ეს არის ღმერთის მიერ გამოგზავნილი კანონების, ანუ მცნებების და წესების აღსრულება. და თუ ის ამ მცნებებს, კანონებს ყველაფერს კარგად შეასრულებს, მაშინ რა თქმა უნდა, თვლიან რომ ის ღვთის როგორც ღვთის მეგობარი სამოთხეში შევა. საქმე იმაშია რომ ყველა რელიგიაში ესეა. მე არ მეგულება რელიგია, სადაც ეს არ იყოს მნიშვნელოვანი. რა არის შენი ცხონებისათვის საჭირო, ყველაფერი უნდა შეასრულო. იყო და ამით გახდე ღმერთის მეგობარი და შენ ცხონდები.
ქრისტიანობა ესე არ საუბრობს. პირიქით საუბრობენ წმინდა მამები. ადამიანი, რომელიც გარეგნულ ღვაწლში ძალიან მოშურნია და ძალიან ძლიერი და მტკიცე, ეს მას უდიდესი საშიშროების წინაშე აყენებს. იგი შეიძლება გახდეს თავდაჯერებული და წავიდეს ხიბლისაკენ, ანუ დაღუპვისკენ. ანუ ხიბლი არის, როცა ადამიანი სიცრუეში იმყოფება. ამიტომ შეიძლება ითქვას და ყოველთვის შეიძლება ეს ითქვას, ეს ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ რწმენა უპირველეს ყოვლისა არის არა გარეგან ჩვენი რწმენა დაიყვანება არა გარეგან საქმებზე და გარეგან ღვაწლზე. არამედ უპირველეს ყოვლისა რწმენა ჩვენთვის ეს არის ჩვენი შინაგანი მდგომარეობა, რომელიც კიდევ ვიმეორებ, ყოველთვის გარეგან საქმიანობაზე არ დაიყვანება. ვიღაცამ შეიძლება იფიქროს, როგორ ესე იგი აი როგორც არაეკლესიური ადამიანი ამბობენ, მე გულში მწამს და თქვენი ეკლესია არ მჭირდება. ხო, ადამიანის გონება ხომ ზაკვარია ზოგადად და ჩვენ შეიძლება ესე აღვიქვათ ეს სიტყვები. ესე ამას არ ნიშნავს. აქ საუბარია აქცენტებზე. იმიტომ რომ ადამიანი გულში თორსა აქვს წმენა, ის აუცილებლად საქმეში ვლინდება. აქ საუბარია იმაზე, რომ აქცენტირება როცა კეთება საქმეზე და დავიწყებულია გული, ხოლო როდესაც ყოველივე მართლა გულში აღესრულება, მაშინ ის აუცილებლად ვლინდება გარეგან საქმეებში. ისე როგორც მაგალითად შეიძლება ადამიანს ფარისევლურად უმეგობრო და გარეგნული ეთიკეტის გნებავთ მეგობრული ეთიკის დაცვით ვიღაცას მოაჩვენო, რომ აი როგორი ერთგული და როგორი კარგი მეგობარია მისი, მაგრამ შინაგანად საერთოდ ვერ იტანდი ამ ადამიანს და როდესაც საქმეზე მიდება, ეს რა თქმა უნდა ყოველთვის გამოჩნდება. ანუ შენ მთელ ყურადღებას აქცევ გარეგან ფორსა, როდის გაუღიმო, როდის ყურადღება მიაქციო, როდის არ დაივიწყო, როდის შეეხმიანო და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მაგრამ თუ ადამიანს გულით უყვარს მართლა მეგობარი, გულით, ანუ სხვა ადამიანი, მას არანაირი ფორმების სწავლა არ ჭირდება. ის შინაგანი მდგომარეობა, რომელსაც მეგობრისადმი სიყვარული ქვია, უანგარო, გულწრფელი და თავგანწირული, ის აუცილებლად შექმნის იმ ფორმებს, იმ ეთიკურ ნორმებს მასთან ურთიერთობისა, რომელიც ასეთი მნიშვნელოვანი გონია ჩვენ და მთავარი ხანდახან. ისინი, ვინც საქმეებით და ღვაწლით არიან მართალნი, ესეთი ადამიანი, როგორც წმინდა წერილი გვასწავლის, ღმერთით არ იქადის, ანუ არ არის მაგარი ღმერთით და ვერც მადლიერია ღმერთისა. ეს ჩვენ საკუთარ თავზე გამოგვიცდია, აბა გავიხსენოთ ძალიან ხშირად, როდესაც ჩვენ რაღაცა სიკეთე გვაქვს ხოლმე ამ ცხოვრებაში. შეიძლება იმ წამს, რადგან ჩვენი სოფხედველობა თეორიულად, ქრისტიანები თეორიაში ქრისტიანები ვარ და სოფხედველობა ქრისტიანულია, ჩვენ ძალიან ხშირად იმ წამში შეიძლება ვთქვათ, რომ მადლობა ღმერთო, მაგრამ ჩვენ ხო გამოგვიცდია საკუთარ თავზე, რომ მომდევნო დღეებში ანუ ცხოვრება გრძელდება, ჩვენ ძალიან ხშირად დაგვიჭერია საკუთარი თავი, რომ მადლიერება არ გვაქვს. და პირიქით უმადურობისაგან ვიწყებთ კვლავ წუწუნს. უღიმღამოთ ვაგრძელებთ ჩვენ ცხოვრებას და არ გვაქვს უნარი ვიყოთ ბედნიერი, იმიტომ რომ მრავალი მიზეზი გვაქვს იმისა, რომ ბედნიერი ვიყოთ. მიუხედავად ჩვენი მრავალი განსასწრებისა და ტკივილების. და უმადურობა რომ ძალიან გავრცელებული მოვლენა სახარების სიუჟეტში ჩანს, როცა 10 კეთროვნიდან მხოლოდ ერთი იქნება მადლიერი. რო განვაზოგადოთ, ესე იგი 10% საზოგადოებისა, 10% მორწმუნე საზოგადოებისა, 10% მრევლის. და ესეთი ადამიანი საკუთარი თავის მოიმედე და მადლიერი ხდება. და ესეც გამოგვიცდია საკუთარ თავზე, მაინდა-მაინც ხებს თუ განვიკითხავთ, საკუთარ თავზე. და ჩემი თავის იმედი მაქვს, ჩვენ ხო ვიცით, რომ აი ასკეტურ ლიტერატურაში ერთ-ერთი პირველი საფეხური, რომელიც ერთ-ერთი პირველი საფეხური კიბისა, რომელსაც ღმერთისაკენ ავყავართ, რა არის ეს პირველი საფეხური? საკუთარ თავს არ ენდო. გასაგებია, ხშირად აქცენტს ვაკეთებ სულიერ ცხოვრებაში, თორე ეხა ყოფით სიტუაციებში საკუთარ თავს ხშირადაც უნდა ენდო. ეგ სხვა თემა. აი სულიერ სფეროში არ უნდა ენდო, მაგრამ ჩვენ ვართ საკუთარ თავზე მოიმედენი და მადლიერნიც საკუთარი თავის. აი მე რომაელთა მიმართ ეპისტოლეს პირველი თავიდან ამ უნარიც აგიკითხავთ, სადაც აი ეს სიტყვები კარგად ჩანს. უკეთ თუ აბრაამი საქმეთაგან განმართლდა, თუ აბრაამი მართალია იმის გამო, რომ საქმეები აღასრულაო, მაშინ მას აქვს სიქადული
არამედ არა ღმრთისა მიმართ. ანუ მაშინ გამოდის, რომ საკუთარი თავის მიმართ ექნებაო. ხოლო მოქმედსა მას, ანუ ვინც საქმეებით თავს იწონებს, სასყიდელი იგი არა შეერაცხების მადლით, არამედ თანანადებლით. ანუ ის ვინც თulis რომ თავის საქმეებით იღწვის და თავის საქმეებით არის მაგარი, ის მადლს კი არ იღებს. არამედ თითქოს ღმერთი მოვალეა მასთან და აი ამ ვალს იბრუნებს. როგორ ეხლა მე სიკეთე გავაკეთე და ეხლა არ მეკუთვნის შენგან რაღაცა. მე გავაკეთე და არ მეკუთვნის, ამდენი ვილოცე და ბოლოს აბა როგორ იქნება ესე? ანუ ღმერთი მოვალეა. მაგრამ ესეთი ადამიანი მადლს ვერ იღებს, იმიტომ რომ მადლიერი არ არის. ის საკუთარი თავის მოიმედია და აბრამი მაგალითად მოყავს. საერთოდ მე კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გაუსვა, რომ გარეგანი ღვაწლი ამ შემთხვევაში და საქმეები რწმენას კი არ უპირისპირდება. მოციქულიც გვასწავლის, რომ რწმენა საქმეების გარეშე მკვდარიაო, ამას პირდაპირ გვასწავლის მოციქული. მაგრამ ამ შემთხვევაში დაპირისპირებასთან კი არა გვაქვს საქმე. წეგანაც გითხარით, უბრალოდ როცა ვსაუბრობთ საქმეებზე და რწმენაზე, ქრისტიანულ ცხოვრებაში და ქრისტიანულ რელიგიაში, აი ამ უკანასკნელის, ანუ რწმენის უპირატესი მნიშვნელობა წარმოჩინდება. რწმენა, ანუ შინაგანი მდგომარეობა უპირატესია, ის ქმნის ამ საქმეებს და საქმეებმა შეიძლება ვერ შექმნას რწმენა. აი მაგალითად ფარისევლებს ჰქონდათ საქმეები და ძალიან კარგად ჰქონდათ ეგ საქმეები, მაგრამ ამ საქმეებმა რწმენა ვერ შექმნა, მათ ქრისტე მოკლეს. ხოლო თუ გვაქვს რწმენა ნამდვილი, ის აუცილებლად შექმნის საქმეებს. მე ადრეც მithქვავს, რომ ისაც ჩვენ ვხედავთ მართლმადიდებელ ეკლესიაში, რა თქმა უნდა, აქ არის ძალიან ბევრი რამ ისეთი, რაც ფორმებს გულისხმობ. გარეგნულ მხარეს ჩვენი რელიგიური ცხოვრებისა ძალიან ბევრია ისეთი, რომელიც ისტორიულად ერთგვარია დაწყებული 2000 წელია ეკლესიას ისტორია აქვს, 2000 წლოვანი ისტორია აქვს ეკლესიას, მათ შორის ის საოცარი ისტორია ბიზანტიის იმპერიისა, როცა ქრისტიანობა ვრცელდებოდა და იქმნებოდა ეს საოცარი ღვთისმეტყველება, ვლინდებოდა უпростоრედ საოცარი ღვთისმეტყველება, აღმოცენებული წმინდა წერილიდან და საღვთო გარდამოცემიდან, მაგრამ ლომის წილი და ძალიან დიდი ნაწილი ამ ისტორიაში დანალექი ფენების გარდა უმნიშვნელოვანესი ნაწილი ეს არის ფორმები, რომელიც შეიქმნა ღვთის მოსიყვარული ადამიანებიდან გამომდინარე, მათი გულებიდან წარმოქმნილია ეს ყველაფერი. აი ადამიანის გულებიდან გამოსული ენერგია განივთებული ყველაფერ ამაში, ფორმებში, გალობაში, ხატწერაში, ყველაფერში აბსოლუტურად. ამიტომ ეს არის მნიშვნელოვანი შინაგანი მდგომარეობა და არავითარ შემთხვევაში აქ ადგილი არ აქვს დაპირისპირებას. და კიდევ ერთი მინდა ამონარიდი იგივე რომელთა მიმართ პირველი ეპისტოლედან. ხოლო რომელი იგი ზოგადად საუბრობს ადამიანზე, არა იქმს, ანუ საქმეს არ აკეთებს. მე მინდა სულად არ გაიგოთ ეს, თითქოს არაფერს არ აკეთებს არა. აქცენტია გაკეთებული პავლე მოციქულს აქვს ძალიან ესეთი საუბარი გზნებარე, ექსპრესიული, რაღაც იმპულსური ხანდახან ხასიათები აქვს, ესეთი მისი ბუნება ვერ იტევს მის ხასიათს და ესეთი ენერგიული ხასიათი აქვს და ეს ესეთი შტრიხებით იხატება თითქოს, გამოკვეთილი შტრიხებით. ხოლო რომელი იგი არა იქმნა და ამიტომ არის ეს ანტინომიური მეტყველება ახასიათებს და ძალიან საინტერესოა, ძალიან ღრმა არის. რთულად გასაგებია, ამას პეტრე მოციქულის აღნიშნავს თავის ეპისტოლეში, რომ პავლე მოციქული ძალიან რთულად გასაგებია, მაგრამ ამავე დროს არ ვიცი, როგორ შეიძლება ღმერთი შეიყვარო მართლა და ძალიან თუ არ დაინახავ როგორ უყვარდა ღმერთი პავლე მოციქულს. როგორ შეიძლება გაიგო ქრისტიანობა ძალიან და კარგად თუ ვერ დაინახავ როგორ გაიგო ეს პავლე მოციქულმა. გესმით, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ამიტომ სულ გეკითხებით, იცხოვრეთ წმინდა წერილით. არც ერთი დღე წმინდა წერილის გარეშე. სახარება და მოციქულთა წერილები. ამის გარეშე თქვენ ქრისტიანობა არასოდეს გეცოდინებ. და იქნება უბრალოდ რაღაც უღიმღამო რელიგიური მდგომარეობა, ცხოვრება, რომელიც არ განსხვავდება სხვა რელიგიებისაგან და დავიღუპებით მამაო ვიღაცამ შეიძლება იქ წავწყმები, მე არ ვიცი, ღმერთია მაცხონებელი, მაგრამ ჩვენ საკეთებელს რომ არ გავაკეთებთ, ეს ნამდვილად იქნება. ხოლო რომელი იგი არა იქმნა და სწამს, ხოლო განმამართლებელი იგი უღმრთო ისაა. ნახეთ, რომ საოცარი სიტყვებია. ესე იგი, ხო ის რომელიც
არაფერს აკეთებს თითქოს, არა იქმ, მაგრამ სწამს უღმერთოს განმამართლებელი, ანუ ღმერთი. მას შეერაცხების სარწმუნოება იგი მისი სიმართლე. ნახეთ, რა საოცრება წერია. ეს სარწმუნოება, რომელცა მე მწამს უღმერთოს განმამართლებელი. მე სარწმუნოება, სიმართლე შემერაცხება, ანუ ჩემი ცხოვრება მართალი კაცის ცხოვრება იქნება. მიუხედავად იმისა, არ იქმს. კიდევ ვიმეორებ, ეს არ იქმს, ეს არ არის, არაფერს არ იქმს. ეს არის ადამიანი, რომელიც აქცენტებს არ აკეთებს. გარეგანზე, ანუ არ არის ფარისეველი. ფარისევლობა არის აქცენტი გარეგანზე. ქრისტიანობა ეს არის აქცენტი შინაგანზე. შინაგანს ყოველთვის გარეგანი მოყვება. აი გარეგანს ფარისევლობა რა ქვია, იმასაც მოყვება შინაგანი, ოღონდ ეს შინაგანი ქრისტეს სიძულვილია. და რადგან 2000 წელი გავსულია უკვე ქრისტეს ყოფნიდან ჩვენთან. ამიტომ ესეთი ფარისეველი ადამიანი, რომელსაც მხოლოდ გარეგანი აქვს და შინაგანი არ აქვს, სადაც ქრისტეს მსგავს მოიხელთებს, იმ წამსვე მასზე ამთხევს სიძულვილს. მასზე ამთხევს ცინიზმს, ცბიერებას, უსიყვარულობას, ვერ იტანს. თუ ჩვენ მაგალითად გქონია ესეთი ფარისევლური მდგომარეობანი პერიოდულად და დავაკვირდებოდით ჩვენ თავს, აუცილებლად აღმოვაჩენდით, რომ ქრისტეს მსგავსი არსება შეგუძულებია შინაგანად. თუნდაც ეს ჩვენ გარეგნულად არ გამოგვიხატავს. სხვანაირად შეუძლებელია. იმიტომ რომ ადამიანი ჭურჭელია და ის ცარიელი არასოდეს იქნება, აუცილებლად აღავსებს მას რაღაცა სული, თუ ღმერთის არა, მაშინ დემონური. საერთოდ თუ ჩვენ გავაკეთებთ მთელს აქცენტს რელიგიურ ცხოვრებაში გარეგანზე, მაშინ ესეთი აქცენტები, ხა რატო ვაკეთებ, რატო ვამბობ ამაზე, რატო უსვავ ხაზს ყოველთვის? იმიტომ რომ თუ ჩვენ ესეთ აქცენტებს გავაკეთებთ, მაშინ ჩვენ დავაკნინებთ ამით უფლის ღვაწ, ღმერთის განკაცებას. აი ღმერთი რომ მოვიდა ადამიანად, ამას დავაკნინებთ. მე შესაბამისად რომ მოვიდა იღვაწა, იტანჯა, ჩვენთვის მოკვდა. და ჩვენ გვიერთდება, ჩვენ უერთდებით და ჩვენში ახალი ადამიანი იბადება, ვინც არ იშვება მეორედ ვერ შევა სასუფეველში. აი ეს ფერფთალდება, იმიტომ რომ ყველა რელიგიურობას, აბსოლუტურად ყველა რელიგიურობას, რაც არ უნდა მაღალი ზნეობრივი კოდექსი კონდეს რომელიმე სხვა რელიგიას. ზნეობრივი თვალსაზრისით როგორი მაღალიც არ უნდა იყოს. არ აქვს აი ეს, რაზეც ვსაუბრობ. ღმერთი მოვიდა ადამიანად, შენთვის მოკვდა დაგანახა თავის სიყვარული და გიერთდება და გიერთებს. თავის ხორცს გაძლევს, თავის სხეულის ნაწილად ხდის. და შენ იბადები ახალ ადამიანად. აი ეს მისტიური მხარე ქრისტიანობისა მოცილებულია ყველა იმ რელიგიაში, სადაც ეს არ წამს. და გარეგან რელიგიურობაზე აქცენტის გაკეთება აი ამ პრობლემის წინაშე აყენებს ადამიანს. სამწუხაროდ მართლმადიდებელ ეკლესიაში ძალიან ბევრი მაგალითია ამის, იმიტომ რომ ფარისევლებმა ქრისტე როცა ჯვარს აწვეს, კი არ გადაშენდნენ. ფარისევლობა ეს იყო არა მაშინდელი რაღაც ინსტიტუცია, რომელიც წარსულს ჩაბარდა, არამედ ფარისევლობა, რა თქმა უნდა, მაშინ ეს იყო ინსტიტუციაც, მაგრამ ამავე დროს იგი უპირველეს და ინსტიტუციამ კი არ მოკლა ქრისტე. იმ მდგომარეობამ, რომელსაც ეს ინსტიტუცია ფლობდა, ფარისევლობის პარტია, ფარისევლების პარტია. მაგრამ ეს მდგომარეობა დარჩა, ოღონდ სხვა სახელი, რა სახელი ქვია, ნუ მაინც უწოდებთ ფარისევლებსაც, ფანატიკოსებსაც, ნუ 1000 სახელს უწოდებთ. მაგრამ ეს არსებობს. და ეს არსებობს მართლმადიდებელ ეკლესიაში. და ეს არსებობს საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში. ამიტომ ძალიან ხშირად ჩვენ ვხედავთ რელიგიური წესების დაცვისას, ლოცვისას, მოძღვრების სულიერ შვილებთან ურთიერთობისას და მრევლის მოძღვართან ურთიერთობისას და ღვთისმსახურების წირვალოცვის აღსრულებისას აი ამ მდგომარეობას ძალიან ხშირად ვხედავთ ჩვენში. როდესაც აღარ არსებობს ინსტიტუცია ფარისევლობისა, მაგრამ არსებობს მდგომარეობა. რას ნიშნავს? აქცენტი გარეგანზე. როგორც კი გადავა აქცენტი გარეგანზე, იმ წამსვე უგულებელს ყოფილია ჩვენს მიერ ღმერთის განკაცების საიდუმლოება, ქრისტეს ღვაწლი, ჩვენთვის სიკვდილი და ჩვენი შესაძლებლობა ახლად თავიდან დაბადების, მეორე ჩობის, ახლად ჩობის. და ჩვენ ვიქადით საკუთარი თავით
და ჩვენ საკუთარი თავი მოგწონს ჩვენს რელიგიურობაში და გვაქვს საკუთარი თავის იმედი. ეს მდგომარეობა კიდევ უფრო განაფიცხებს ჩვენს გულს, კიდევ უფრო მოშიგნანი ხვდებით გარეგანი კანონების დაცვაში და უფრო მეტად და მეტად ვცილდებით ქრისტეს. როგორ მივხვდე ამ მდგომარეობას? მივხვდები იმ წამსვე, როდესაც დააკვირდები შენს გულს, თუ რა მდგომარეობა აქვს მოყვასის მიმართ და აღმოაჩენ ძალიან ხშირ შემთხვევაში, რომ შენ მოყვასი არ გიყვარს, არამედ შენ ზომავ შენი სახაზავით, რომელიც შენ შექმენი, შენი კანონების სახაზავით, რელიგიური კანონების სახაზავით და თუ შენ ნორმებში არ ჯდება, სიგრძე სიგანეში, მაშინ ხაზს გადაუსვავ და ჯოჯოხეთში გაუშვებ. აი ეს მდგომარეობა არის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა ჩვენი ეკლესიის. და თუ ეს მდგომარეობა ამ მდგომარეობიდან არ გამოვა ჩვენი ეკლესია, რაღაც ეგრეთ სტაგნაციის მდგომარეობაში ვართ. აი იქნება ის რაც არის. ვიღაცა იკითხვის, რა არის მამაო? არის ის რაც არის. თუ ჩვენ შევხედავთ ხბოსთვალები და ვერაფერს დავინახავთ, ეს სხვა საქმეა, მაგრამ თუ კარგად დავინახავთ და დავინახავთ. ოღონდ დავინახავთ არა სხვების პრობლემას ეკლესიაში, არამედ ჩვენს საკუთარ პრობლემას, იმიტომ რომ ჩვენ ყველანი განუყოფელნი ვართ ქრისტეს სხეულში. აი ამონარიდი კვლავ პავლე მოციქულისა, ეს არის კორინთელთა მიმართ მეორე ეპისტოლე. რომელთა იგი ჰნებავს პირშვენიერებაი ხორცთაი, ანუ ეს ისევ გარეგან ფორმებზეა საუბარი. იგინი გაიძულებენ თქვენ წინა დაცვეთად, ანუ გარეგან ღვაწლზეა საუბარი. ეკლესიაზე საუბრობს, რომელიც იქ ძველი აღთქმის ჯულისადმი თქვათ ის კვლავ მიდრეკილება აღსრულება, მაგრამ მაგ თავარი არსია. ანუ გარეგანზე პირშვენიერება ხორცთაი, რომელიც აიძულებენ წინა დაცვეთად, ანუ გარეგანი რაღაც წესების შესრულებას და მიზეზს ამბობს რატო ხდება ესე ქრისტიანებში. გარნა ხოლო რაითა ჯვარსა ქრისტესა არა შეუდგენ. რამე თუ ქრისტე იესუის მიერ არცა წინა დაცვეთილება რას შემძლებელ არს, არც წინა დაუცვეთელობაი, არამედ, ანუ გარეგანი წესი კი არა, არამედ ახალი დაბადებული. აი ეს ახალი დაბადებული, რომ არის მთავარი, რომელიც იწყება იქ, სადაც შენ ქრისტეს ჯვარს შეუდგები. რას ნიშნავს ქრისტეს ჯვარს შეუდგები? სიყვარულით ივსები. იმიტომ რომ შენ ქრისტესთან ერთად ქსურს ეცვა ჯვარს. და ქრისტე რომ ჯვარს ეცვა, როგორ საუბრობს, თუ ვინმეს რამე დაურღვევია, ყველა დამრღვევზე, უფრო მაგარ დამრღვევებზე რას ამბობს? მამაო მიუტევე, რამე თუ არ იციან რას აკეთებენ. და ყველა დამრღვევზე უფრო მეტად დამრღვევი თუ კი რამე არსებობს, რა უთხრა დღეს ჩემთან იქნები სამოთხეში. ახლა ვიღაცა იტყვის, დავარღვიოთ რომ ცხონდეთ, ღმერთმა დაგვიფაროს. მაგრამ მე კიდევ ვიმეორებ, გაგება აქვს საჭირო, ვისაც ყური აქვს მენად ისმინოს, უფალი გვასწავლის, არსი უნდა გავიგო და არა ფორმა. აქცენტი არსზე და არა ფორმაზე. ამიტომ უფალი ისეთი ღვაწლი აქვს უფალს და ისე გვაჩვენებს ჩვენ, რომ ჩვენ დაგვირღვიოს ეს სტერეოტიპი, რომ თუ ადამიანი მოწესრიგებულია, ესე იგი კარგია და თუ მოუწესრიგებელია, ცუდი არა. არამედ შინაგანი დაგვანახოს. ამ გარეგან ფორმებს არღვევს, ანტინომიებს გვთავაზობს, გვინგრევს იმ სტერეოტიპებს და გვაჩვენებს, რომ ჩადი ადამიანო სიღრმეში. ადამიანი არ არის ის, რასაც ჩვენ ხედავ, ადამიანი არის ის, რასაც ჩვენ ვერ ხედავ. იმიტომ რომ როგორც ღმერთი რო გწამდეს, უბრალოდ ღმერთის არსებობა რო გჯეროდეს, უნდა გწამდეს. ასევე ადამიანის უნდა გწამდეს. ადამიანს თვალით, პირუტყული თვალით ვერ დაინახა. მაგრამ ადამიანებს უჭირთ ქრისტიანობის გაგებაცა და დატევნაც. რატომ არის ამდენი საუბარი ამ თემებზე საჭირო? ძალიან მარტივად არის, უფალმა თქვა და მორჩა, მაგრამ უფლის ნათქვამი ძალიან რთულად გვესმის ჩვენ. იმიტომ რომ გვიჭირს ქრისტიანობის დატევნა და გაგებაც. და რატომ? და აი მე შემიძლია რამდენი ამონარიდი, ეს არის პავლე მოციქულის ეპისტოლეებიდან გალატელთა, ფილიპელთა და მეორე კორინთელთა კვლავ. აი ამ ამონარიდებს წაგიკითხავ და ძალიან კარგად ჩანს თუ რატო გვიჭირს ჩვენ ქრისტიანობის დატევნა და ქრისტიანული ცხოვრება და გაგებაც. აი პირველი ამონარიდი გალატელთა მიმართ ეპისტოლედან. საწრეტელნი იგი უფლისა. დღეს ამოვიკითხეთ ეს.
საწრე ანუ ჭრილობები. იგი უფლისა იესუისნი ხორცთა შინა ჩემთა მიტვირთავ. აი მაგალითი ჩვენი პავლე მოციქული, რომელიც პირდაპირ გავალდებულებს მობაძავ ჩემ და იქმენით პავლე მოციქული გვეუბნება. პავლე მოციქული არ გიტოვებს შესაძლებლობას გვერდი აუარო. ნუ ეხა ის პავლეა, როგორც ერთ-ერთმა საწყალმა ადამიანმა, რომელიც ღუდელი იყო და ეხა ღუდელი არ არის, ღუდლობაში თქვა, ღმერთმა შეუნდოს და ღმერთმა წყალობა მისცეს და სტროგზაზე დააყენოს. მე დაწერა თან ჟურნალში. მე როგორ თქვა მე არ მჯერა თუ არა, მე არ მჯერა არა. ნუ მე არ ვიღებ პავლე მოციქულის ამ გამონათქვამს რაღაცაზე ამბობს. ანუ პავლე მოციქულზე. ის ეწინააღმდეგება პავლე მოციქულს, მაშინ ღდელი იყო. არ ვეთანხმები მე პავლე მოციქულს. მაგრამ პავლე მოციქული ამბობს მობაძავ ჩემ და იქმენით. თუ ჩვენ ქრისტიანები ვართ, არჩევანი არ აქვს. და პავლე მოციქული ამბობს, საწრეტენი ანუ ჭრილობანი იგი უფლისა იესუისნი ხორცთა შინა ჩემთა მიტვირთავ. რას ნიშნავს ეს? ამაში უნდა მიუბაძო. ანუ რას ნიშნავს ეს? ქრისტეს ტკივილების თანამოზიარე გავხდე. აი ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ჩვენ არ გსურს, ვერ ვიგებთ, არ გვინდა ქრისტიანობა. კიდევ ერთი ამონარიდი ფილიპელთა მიმართ ეს არის ეპისტოლე მეორე თავი. ესე ზრახვაი იზრახებოდნენ თქვენ შორის, რომელიცა იგი ქრისტე იესუს მიერ. ანუ იგივე ზრახვები გქონდეთო, როგორიც ქრისტე იესუს. ეს ადვილი აღსასრულებელია. გახსოვთ მე გითხარით, სამყაროს უყურეთ ქრისტეს თვალებით. ადვილია სამყაროს უყურო ქრისტეს თვალებით. ანუ ყველაფერს აღიქვამდე ისე. ყველა მოვლენას, ყველა ამბავს, ყველა ფერს, ყველაფერს როგორც ქრისტე აღიქვამდა. ადვილია ესა. ქრისტეს უნდა გავდა. მაგრამ აი ეს პავლე მოციქულის ასევე დავალება, იგივე ზრახვები გქონდეთ, როგორც ქრისტე იესუს. აი სწორედ კიდევ ერთი მიზეზი, რის გამოც ადამიანებს არ სურთ, ვერ იგებენ, ვერ იტევენ ქრისტიანობას, იმიტომ რომ როგორია ახლა, აბა 21 საუკუნეში ქრისტეს გავდე, აბა ჯვარცმას მოგანატრებენ. ჯვარცმას მოგანატრებს ეს სოფელი. ეს სოფელი ჯვარცმას მოგანატრებს. როგორც კი შენ მოინდომებ, რომ ქრისტეს დაემსგავს. შემდეგი ამონარიდი კორინთელთა მეორე ეპისტოლე, მეოთხე თავი. რამე თუ მარადის ჩვენ ცხოველნი, ანუ ჩვენ ცოცხალნი, ცხოველი ცოცხალს ნიშნავს ძველ ქართულად. მარადის ჩვენ ცხოველნი სიკვდილსა მივეცემით იესუისთვის. რაითა ცხოვრება ისა იგი იესუისი მოკვდავთ ამათ შინა ხორცთა ჩვენთა გამოცხადდეს. კი, კარგია, ქრისტეს სიცოცხლე რომ ჩვენს მოკვდავ ხორცი გამოჩნდება, მაგრამ მანამდე მარადის ჩვენ ცოცხალნი სიკვდილს მივეცემით იესუისთვის. ეს ნათლობისას ჩვენს მიერ დადებული აღთქმა, რომ ჩვენ დავეფლენით მას და რომ მასთან აღდგეთ. ანუ ეს კიდევ ერთი მიზეზი, რის გამოც ადამიანებს უჭირთ არ უნდათ ქრისტიანობა და ვერ იგებენ მას. ვიღაცა იტყვის, რომ ჩვენ სუსტნი ვართ და ამიტომ, რა თქმა უნდა, ჩვენ სუსტნი ვართ, მაგრამ ღმერთი ხო ყოვლადძლიერია. როგორ შეიძლება რომ და მოსიყვარულე, როგორ შეიძლება რომ ღმერთს უყვარვართ რა, ჩვენი სისუსტე არ გადაფაროს. არ გადაფაროს. ისე როგორც პატარა ბავშვს, რომელსაც სურს, რომ ძელზე ჩამოეკიდოს, ხტება და ვერ ხტება და თუ ჩამოეკიდება ვერ აიწევა და მამა უყურებს და ამ ახტომაში თითებით ესე მიაშველება და ჩამოეკიდება და რო იწევა, მიაშველებს და აიწევა. მერე ბავშვი დადგება ამ ძელზე და უხარია. მამა გვერდში ყავს. აი მე მინდა ამოგიკითხოთ ერთი ამონარიდი კიდე, ეს არის კვლავ კორინთელთა მიმართ მეორე ეპისტოლე. რამე თუ ღმერთმან რომელმან თქვა ბნელისაგან ნათელი გამობწყინებად, არა მარტო ლამაზი სიტყვებია ეს, არამედ გვახსენებს ვიზიას საუბარი. ღმერთზე რომელმაც სამყარო შექმნა, რომელმაც მთელი კოსმოსი, მეგა გალაქტიკა, ანუ გალაქტიკების სიმრავლე შექმნა, ანუ ყოვლადძლიერი არსება. ამიტომ არის აქცენტი გაკეთებული ამ სიტყვებზე, არა მხოლოდ სილამაზის გამო, თუმცა ძალიან ლამაზია ეს სიტყვები. რამე თუ ღმერთმან რომელმან თქვა ბნელისაგან ნათელი გამობწყინებად, მან ანუ რომელმან გამოარწყინა გულთა შინა
ჩვენთა განსანათლებლად მეცნიერებისა ანუ ცოდნისა დიდებისა ღმრთისა წინაშე პირსა იესო ქრისტესა ანუ ყოვლისშემძლე ღმერთი ჩვენში აი ამ ცოდნას გვაძლევს მაგრამ ეს ცოდნა ღმერთის შესახებ არის არა თეორია იმიტომ რომ გულში გვაძლევს აქ ხაზგასმულია გულში და რა არის მარადიული სიცოცხლე უფალი განგვიმარტავს იოანეს სახარებაში იცოდე ღმერთი და რომელი მოავლენა მან უფალი იესო ქრისტე ანუ ღმერთის ცოდნა ნიშნავს ღმერთთან მყოფობას ამას ნიშნავს ანუ ღმერთი შენთან არის ამას გეუბნება ყოვლისშემძლე ღმერთი რომელმაც ყოველივე შექმნა ის არის შენთან და არა უბრალოდ შენთან არამედ შენში და შენს ყველაზე ძვირფარ ადგილას შენი სულის შენი პიროვნების ცენტრში ამიტომ ჩვენ არ გვაქვს არანაირი უფლება მორალური უფლება ვთქვათ რომ იცი სუსტი ვარ სუსტი ხარ მაგრამ შენში არის ის ვინც ეს ყოველივე შექმნა და ის რომ სუსტი ვარ ნახეთ როგორ განმარტავს ამას პავლე მოციქული აგრძელებს ხოლო გვაქვს ჩვენ ეს საფასე ანუ ეს საუნჯე გვაქვს კეცის ჭურებით საკუთარ თავს უწოდებს თიხის ჭურჭელს ადამიანი თიხისაგან მოზელილია კეცის ჭური ანუ თიხის ჭურჭელი ანუ ეს სიდიადე უძლური ხარ თიხის ჭურჭელი ხარ ხო ეს სიდიადე შენ თიხის ჭურჭელში გაქვს რატომ ხარ ესეთი უძლური რაითა გარდარეული იგი ძლიერებისაი ანუ ეს საოცარი გარდარეული ძლიერება მიხვდე რომ იყოს ღმრთისაი და არა ჩვენგან ანუ ამით კიდე უფალი გიფარავს და გიცავს და იმ უძლურებებით რომელიც ამ თიხის ჭურჭელს ახასიათებს რომ მე მანდ ეს არ გეგონოს შენი თორე ადამიანი ხო ხედავ რეებს აკეთებს სამყაროში ამასინად ზემოთ ვიყურები და ხედავ რომ ძალიან ზემოთ ვიფრინავები დაფრინავენ ძალიან ზემოთ და ფიქრობდი აი არაფერი აღარ გიკვირს თითქოს მაგრამ როგორ არ უნდა გავიკვირდეს წარმოგიდგენია აი ძლივს დაღოღავ და რეები აქვს ნაკეთები ადამიანს წარმოგიდგენიათ ადამიანს რომ უძლურება არ ქონდეს რა ეშველება აი ღმერთი ხო არის შენში ამას თავი დავანებოთ ის რაც ღმერთმა ავტონომიურად მოქცა პოტენციაში ღვთის ხატობა და მსგავსობა რასაც ატარებს შენი ინტელექტი თუნდაც ეს ისეთი შემზარავი სიძლიერის არის რომ უბრალოდ ეს უძლურება რო არ იყოს და სიკვდილი უკვე ეშმაკებს დავემსგავსებოდით სულ ყველა აღთოვანებული ჩვენი სიდიადი და საშნელებებს გავაკეთებდით და ჩვენი სისუსტე გადაფარულია ჩვენში ღმერთის არსებობით რომელიც აღმოგიკითხეთ და გარდა ამისა ჩვენ გვაძლიერებს კიდევ ერთი რამ რომელიც უშუალოდ უკავშირდება კვლავ დღევანდელ დღეს რომ ადამიანმა ანუ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა ამ საოცარმა არსებამ რატო საოცარმა არსებამ იმიტომ რომ ერთის მხრივ ის აბსოლუტურად ჩვენაირია მაგრამ გმირობა რა არის გმირობა არის როცა შენ შეგილია ზლიო და ყველაზე რთული საძლევი ადამიანში არის საკუთარი თავი ჯერ კიდევ წარმართი ბძენი ამბობდნენ რომ ყველაზე ძნელია საკუთარ თავს აჯობო და ღვთისმშობელმა ისე ზლია საკუთარ დაცემულ ბუნებას და აქედან გამომდინარე დაცემული ბუნება არის და წყარო უწმინდურობისა სამყაროში საერთოდ ამას უფალი გვასწავლის რომ გულის სიტყვით გულიდან გამოდის ყველა ეს უბედურება რაც კი სამყაროში ხდება ანუ დაცემული ბუნება არის რა უწმინდურობის წყარო სამყაროში და ეს დაცემულ ბუნებას იმდენად ზლია რომ თავად გახდა წმინდა აი სამყაროში შავი ხვრელები რო არის და რომელსაც უნარი აქვს უზარმაზარი გრავიტაციის გამო თუ რამეა მის გარშემო ყველაფერი თავის თავში შეიწოვოს ანუ თითქმის უსასრულო გრავიტაციის გამო უსასრულო არ არის მაგრამ ძალიან დიდი ჩვენთან შედარებით უსასრულო გრავიტაციის გამო ყველაფერი სინათლე რო სინათლეა ისიც გვერდს ვერ ჩაულის რომ პირობითად რო თქვა ეს ძალიან უბრალოდ რომ მიანათო ფანარი სინათლის სხივი მოუხმოს და ჩავაშიგნი და აღარ გამოვა აღარასოდეს ანუ ისეთი ძლიერია რომ ყველაფერს თავის თავში იზიდავს ღვთისმშობლის ადამიანი ყველა უწმინდურია და ეს უწმინდურობა ჩვენს გარეთ იფრქვა და თელი სამყარო ოხდება და ფუჭდება მაგრამ ღვთისმშობლის გმირობა იმაში მდგომარეობს რომ იმდანად ზლია მან საკუთარ დაცემულ ბუნებას რომ ეს დაცემული ბუნება არ გამქრალა მაგრამ ფაქტობრივად ის აღარ არსებობს არ გამქრალა არის მაგრამ არ არის იმიტომ რომ ის თავის თავს აღარ და ვეღარ ავლენს ამიტომ ის გახდა წმინდა და ეს სიწმინდა ისეთი ძლიერი აღმოჩნდა
ესეთი ღვთის მსგავსი აღმოჩნდა, რომ ცანი მოიდრიკნეს და მასში გარდა მოვიდა და იშვა ღმერთი. ამიტომ ღვთისმშობელი თავად არის ერთი დიდი სასწაული სამყაროში. სხვანაირად ღვთის განკაცება ვერ და არ მოხდებოდა. იმიტომ რომ ღვთის განკაცება მხოლოდ ადამიანური ნების გარეშე ნებით მოხდებოდა. იმიტომ რომ სხვანაირად ის ადამიანი, რომელიც ღმერთს შობდა და არ ექნებოდა სიწმინდე, ყველაზე საშინლად დაიღუპებოდა. ამაზე მე ადრეც მისაუბრია თქვენთან. ამიტომ დღევანდელი დღე კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ ქრისტიანობა ნიშნავს, რომ ღმერთი მოვიდა, ღმერთი ჩვენთან არის. და ჩვენ გვაქვს ცხონების, ანუ გადარჩენის განსაკუთრებული გაგება ქრისტიანებს, რომელიც არც ერთ სხვა რელიგიაში არ არსებობს. ეს გაგება ცხონებისა არის არა ის, რომ ისევ ისლამს ვახსენებ, რაღაცა კარგად მოიქცევი და რაღაც ჩვენიერ კომფორტულ ბაღში შეგიშვებენ, არამედ ეს არის ღმერთად ყოფნა. ცხონება გინდა? რისთვის ახარ მოსული? ეკლესიის შვილო, რისთვის ახარ მოსული? ნუ თუ ცოტა ისწავლე იტყვი, რომ აღარ იტყვი იმას, რომ რაღაც საქმეების ამსახური ჯანმრთელობა ამებს აღარ იტყვი. თუ ცოტა ისწავლე იტყვი, რომ 60-ში მინდა ცხონება მინდა. და მე კიდე გეკითხები და რისთვის ახარ მოსული და ცოტა თუ კიდე ისწავლე, მე უკვე შენ იცი, რომ ეს 60 შენ წარმოდგენაში არსებული რაღაც კომფორტი კი არ არის, რომელიც შენ წარმოდგენაში არსებობს, არამედ ღმერთად ყოფნა. განღმრთობა, ღმერთი უნდა გახდე. ადამიანი გახდა ღმერთი გახდა ადამიანი, იმიტომ რომ ადამიანი გახდეს ღმერთი. ეხლა ეს რა არის, მაგი არავინ არ იცის. მაგრამ ვიცით რომ რაღაც დიადია, იმიტომ რომ ღმერთი მინდა ძალიან და მიყვარს ძალიან და მე მაქვს შესაძლებლობა გავხდე ვითარცა ღმერთი. ეს არის ცხონება. ამიტომ ცხონება არის განღრთობა. მაგრამ განღრთობას თავის წინაპირობა აქვს. ის რაც მხოლოდ ქრისტიანობაშია. ეს ნიშნავს, რადგან ღმერთი მოვიდა ადამიანად და რატომ არის ღვთისმშობელი? რატომ არ არის უბრალოდ ქრისტეს ან უბრალოდ იესოს მშობელი? რატომ ღმერთის დედა? რას ნიშნავს ღმერთის დედა? იმიტომ რომ ის, ვინც შვა ხორციელად, ის პიროვნულად არის ღმერთი. პიროვნულად არის ძე ღმერთი. წაიკითხეთ ძველი აღთქმა. კითხულობ ძველ აღთქმას და სადაც კი ღმერთის სიტყვას ნახავთ. თქმულს ისრაელისადმი. სადაც კი ღმერთის ქმედებას ნახავთ. დიდი თქვა თუნდაც ზღვის გაყოფა, იქ საოცარი სასწაულები, აი რაც საოცარი სასწაულებია იქ საერთოდ მოთხრობილი, ადამიანის შექმნა. ადამიანის შექმნაში ყოვლადწმინდა სამება მონაწილეობს. ხატები სადაც კი ნახავთ ხატს, ადამიანის შექმნის ხატს. ყველგან ქრისტეა გამოსახული. ოღონ რა თქმა უნდა თეთრი გამწერვით, იმიტომ რომ ის ჯერ განკაცებული არ არის, ამას ნიშნავს ეს. სადაც კი ნახავთ ძველ აღთქმაში ღმერთის გამოვლინებას, მოსეს რო ელაპარაკება მაყლოვანიდან, ცეცხლოვანი მაყლოვანიდან და ასე შემდეგ, ყველგან არის ძე ღმერთი. ყველგან არის ძე ღმერთი. როგორც სამყაროს შემოქმედი. და აი ძე ღმერთი პიროვნება და პიროვნება ძე ღმერთი, რომელსაც ღვთაებრივი ბუნება აქვს, იღებს ადამიანურ ბუნებას და ამ ადამიანურ ბუნებას იღებს ქალწულისაგან. და ამიტომ ვინც იშვა შეხედავ ადამიანია, მაგრამ ვინ არის? ღმერთია. რანაირად? აი ესია. ეს არის ქრისტიანობა. მიყურებს, ვინ მიყურებს? რა მიყურებს? ადამიანის თვალი და ვინ არის ეს? ვისი თვალია? ვისი მზერა? არა ადამიანის, არამედ ღმერთის. ადამიანისაც, მაგრამ პიროვნულად ის ძე ღმერთი. აი ეს არის საოცარი და ღმერთის პიროვნება გახდა ღმერთის პიროვნება თავის თავს ავლენს როგორც ადამიანი. და ქრისტიანობის საოცრება იცით რა არის? აი იმ ადამიანური ბუნების, რომელიც ძე ღმერთის ადამიანური ბუნებას გახდა და ძე ღმერთის პიროვნება გახდა ღვთაებრივი პიროვნებაც და ადამიანურიც ერთდროულად თავის თავში ეს ორივე მოაქცია, ღვთაებრივი იყო და ადამიანურიც, აი იმ ადამიანთან გააქრა შესაძლებლობა ურთიერთობისა. მარტო უბრალოდ ურთიერთობის შესაძლებლობა კი არ მოგცა, რომ მოდი დამელაპარაკე, მოდი დამენახე, მოდი მომისმინე, მოდი მაგალითი მოგცე, არა, თავისი თავი მოგცა. როგორ ეხლა სხვა თემაა, ჩვენ ეხლა ევქარისტიას არ ვეხებით, თავისი ხორცი და სისხლი მოგცა. და გითხრა, რომ შენ და მე ერთნი ვარ. შენ ჩემთან ახარ და მე შენში ვარ. ვინც შეჭამთ ჩემს ხორცს და სისხლს, მე თქვენში ვიქნები და თქვენ ჩემში და თქვენში რა დაიწყება? რადგან მე მარადისობა ვარ. თქვენში დაიწყება მარადიული სიცოცხლე. ამიტომ
და რადგან მე განღრთობილი ადამიანური ბუნება მაქვს, როგორც კი ჩაისახა მაცხოვარი ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის წიაღში, ის ემბრიონი უკვე განღრთობილია, მაგრამ შემდგომში განღრთობის მეორე ეტაპზე, ორი ეტაპია განღრთობის, ეს იყო პირველი ეტაპის დასაწყისი და მეორე ეტაპი, როცა ის ამაღლდა ზეცსა დაждდა მარჯვენით ღვთისა და მამისა, სრული განღრთობა, როცა მოხდა ადამიანური სხეულისა, აი იმ განღრთობილ სხეულს გაძლევს. ეს არის საოცარი ევქარისტიისა. ამიტომ შენში მარადისობა დაწყებულია და განღრთობილია ქრისტეს სხეული ადამიანური. შენს განღრთობილი ხარ და შენი განღრთობა დაწყებული, როცა შენ მას იღებ. ამიტომ ცხონება განღრთობას ნიშნავს და განღრთობა ქრისტეს მისტიური სხეულის ნაწილად ყოფნას ნიშნავს. ანუ ნახეთ, ღმერთია და ღმერთს უერთ. ანუ შენსა და ღმერთში არავინ აღარ არის. არავინ არ არის. იმიტომ რომ ღმერთის ადამიანური ბუნება და თავად ღმერთი ერთ და იგივეა უკვე. და შენ მისი ნაწილი ხდები, ესე იგი შენსა და ღმერთში არაფერი აღარ არის. შენ და ღმერთი ერთნი ხარ. აი ეს საოცრებაა ქრისტიანობაში და რა თქმა უნდა ეს არ მოხდებოდა თუ ძეღმერთი არ მოვიდოდა ადამიანად, ძეღმერთის განკაცებაა მნიშვნელოვანი. ქრისტეს ადამიანური ბუნება გითხარით და მისი მისტიური სხეული, ეკლესია თითოეული წევრი ამ ეკლესიისა და ეს ყველაფერი ძეღმერთის პიროვნებაშია მოქცეული. შენ, მე და თითოეული ჩვენთაგანი მოქცეული ვართ. აი ქრისტეს ადამიანური ბუნება, ძეღმერთი, როგორც შენი პიროვნება. უბრალოდ შენი ბუნება მოქცეულია, შენი სხეული, შენი გული, შენი გონება, შენი თვალი მოქცეულია შენს პიროვნებაში. ამიტომ მე მეკუთვნის და მე ვამბობ, ჩემი თვალი, ჩემი გონება, ჩემი ღვიძლი, ჩემი ხელი, ყველაფერი ჩემი ბუნება, ჩემ პიროვნებაშია მოქცეული. მაგრამ ქრისტეს ადამიანური სხეული ძეღმერთის პიროვნებაშია მოქცეული და შენ როგორც ქრისტეს სხეულის ნაწილი, ასევე მოქცეული ხარ ძეღმერთის პიროვნებაში, ძეღმერთის ჰიპოსტაში. ღმერთი მოგიცავს შენ. აი ეს საოცრება, ეს ამ საოცრებას გვასწავლის ქრისტიანობას და აქედან გამომდინარე შენ ხარ მამასთან, იმიტომ რომ მამა და ძე ერთნი არიან. და უკვე გასაგები ხდება აი ამ ყოველივეთი საოცარი და ხშირად გაუგებარი სიტყვები ზოგიერთისათვის ქრისტესი. ვერავინ მივა მამასთან თუ არა ძის მიერ. წაგიკითხავთ ეს სიტყვები სახარებაში. ვერავინ და ეს ადამიანებს მით უმეტეს ლიბერალურად მოაზროვნე ადამიანს აღშფოთებს, როგორ კაცო, აი ის კეთილი ადამიანი და გესმით რაზეა ლაპარაკი. ახ ლაპარაკია ისეთ ერთობაზე ღმერთთან, რომელიც ჩვენი გონებისათვის მიუწყობელია. ვერანაირი კეთილშობილის საქმეები ვერ ხდები მამასთან, ვერ ხდები ღმერთის წიაღში მყოფი, რადგან შენ ქრისტეს ნაწილი არ ხარ. იმიტომ რომ ქრისტეა ერთადერთი, რომელიც არის მამასთან სრულად მარჯვენით ღვთისა და მამისა მჯდომარე. თუ არ იქნები ქრისტეს ნაწილი, ვერ მოგიცავს ძეღმერთის პიროვნება და ვერ იქნები მამასთან. ეს არის ეკლესია. ეკლესია ეს არის, სხვა არაფერი. ეკლესია არის ეს, ქრისტეს სხეულის გაგრძელება. თითოეული თქვენთაგანი, რომლებიც ეზიარებით ხართ ქრისტეს სხეულის ხელები, ფეხები, თვალები, ყურები, ქრისტეს სხეულის ნაწილნი ხართ და მოქცეული ხართ ძეღმერთის პიროვნებაში. ამიტომ ნებისმიერი კითხვა რომ რატომ ვერ ცხონდება ადამიანი ეკლესიის გარეთ? პასუხი აი აქ არის. ცხონება ეს არის, რაც გითხარით, ეს კიდე შეუძლებელი ეკლესიის გარეთ, იმიტომ რომ ის რეალურად ეკლესიის გარეთ ვერ იარსებებს. ამიტომ გიყვარდეთ ეკლესია, ძვირფასი იყოს იგი თქვენთვის და თქვენ ხართ თავად ეს ეკლესია. ამიტომ არის გულგრილობა ეკლესია ტაძარში ყოფნისა, სადაც ტაძარი ხომ არ არის ეკლესია. ტაძარში ჩვენ ყველაზე მეტად გამოვხატავთ ჩვენს ეკლესიის ნაწილნი რო ვართ იმას. ტაძარი ერთგვარი ზეცის სიმბოლოა და ყველაზე მეტად აქ უნდა გამოხატავდეთ და ადამიანი, რომელიც აქ გულგრილად არის, რომელიც აქ საუბრობს, რომელიც აქ არ დგება და გადის გარეთ, იმიტომ რომ დაცხა, იმიტომ რომ შეცივდა, იმიტომ რომ ფეხი ატკივდა, ნუ გარდა განსაკუთრებული უძლურების შემთხვევისა. ადამიანი, რომელიც დგას და აი მე ხშირად შენიშნა მომიცია დგას და ინიალებს. გინახია. მე შენიშვნას გაძლევთ, ვიღაცა შეიძლება უკვირს, რომ ნუ რა მოხდა, არ შეიძლება დავინიაო? არ შეიძლება. და იცი რატო? ვერაფრით ვერ წარმოვიდგენ იმას, შენ ღმერთის წინაშე დადგე, აი გარდაცვალების მერე. და აი ესე იდგე ღმერთი, ვერაფრით ვერ წარმოვიდგენ ამას. და ამის განცდა აქ რო არა გაქვს, ესე იგი შენ ვერ ხვდები სადახარ. ამიტომ თქვენი ფორმები ძალიან მნიშვნელოვანია, როგორ დგახართ. ხშირად მithქვავს ფეხები ერთად, ნუ დგახართ გაჩაჩხულნი. ნუ დგახართ ხან ერთ ფეხზე, ხან მეორე ფეხზე. ხედავთ, ფორმებზე საუბრობ, მამაო, ვიღაცა იტყვი.
შინაგანი ქმნის ფორმას, როცა იცი სად ხარ და რა სტატუსით, აი ეგრე როგორ იდგები, რანაირად? აი ესე განა არ იქნები, განა ხო ხდებით რაზე გეუბნები. ერთი პრაქტიკული საკითხი მინდა გითხრათ. მე ვიცი დაიღალეთ, მაგრამ ჩვენ ერთმანეთი იმედია მოგვენატრა. მე მომენატრებ, თქვენი არ ვიცი. მალე დავასრულებ. ერთი პრაქტიკული საკითხი. ჩვენ ამ თემებს რო შევეხეთ, ვიღაცამ შეიძლება იფიქროს, რომ ესე იგი ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს სწორედ ღმერთს და ჩემ შინაგან მდგომარეობას გასაგებია, მაგრამ ღმერთის ხელშია ყოველივე და ღმერთის ნაწილი ვარ მე და ღმერთი კიდე როგორია ჩემი ღმერთი? ღმერთი სიყვარულია. და რადგან ღმერთი სიყვარულია, ამიტომ პრინციპში მე მამის წიაღში ვარ. კი ბატონო, ვიდგები ესე და რაღაცა და ესე გარანტირებული მაქვს ცხონება თუ არა ეკლესიის ნაწილი, ანუ ქრისტეს შეერთებული, ქრისტეს ღვთაებრივ ჰიპოსტაზში მოქცეული და მეტნაკლებად გარეგნული წესებით ეხლა გავიგე რომ უნდა მეშინოდეს და გავარ ესე და ცხონდები. იმიტომ რომ ღმერთი სიყვარული. შეიძლება ადამიანს გაუჩნდეს ცრუ ეგეთი ილუზია. მით უმეტეს რომ ცხონებისადმი იურიდიული დამოკიდებულება, რომ დააშავე, დაისჯები და კარგად მოიქეცი და თავზე ხელს გადაგისვავენ, ეს საკუთრივ უცხოა მართლმადიდებლური დოქტრინისათვის. ეს უფრო კათოლიკურ დოქტრინას ახასიათებს, ღმერთი როგორც სასტიკი მსაჯული, დააშავე, დაისაჯე, ესე იგი, კარგად მოიქეცი და წყალობები და ქულებს აგროვებ და იმდენი ქულა შეიძლება გქონდეს, რომ სხვას გაუნაწილო, პირდაპირ გაგებით არის ესე. ანუ ეს იურიდიული დამოკიდებულება უცხოა დოქტრინალურად მართლმადიდებლობისათვის. სამწუხაროდ ეს ბევრმა არ იცის და აი ეს იურიდიული დამოკიდებულება იმდენად გამძაფრებული, რომ ვაიმე დღეს ლოცვაში ერთი სიტყვა ვერ თქვი, რაღაცთან კარგად ვერ თქვი, გამომჩა და არ დავისაჯო, აი ესეთი უცნაური შიშები ახასიათებს ხოლმე ადამიანს არაჯანსაღი. მაგრამ აი ეს აკვდროსობები ხო ახასიათებს ადამიანებს. ის რომ დოქტრინალურად იურიდიული დამოკიდებულება ცხონებისადმი უცხოა მართლმადიდებლობისათვის, ამან ძალიან ბევრი ადამიანი თუ მორწმუნეთა ჯგუფი შეიძლება გადახაროს ზედმეტი ლიბერალიზმისკენ და გაუქრეს შიში ღვთისა. იმიტომ რომ ღმერთი სიყვარულია, მე ესე იგი მთავარია რომ წამდეს და ესე იგი, ღმერთი არ არის სასტიკი მსაჯული და არ დამჯის და არც წამახალისებს, მაცხოვნებს უყვარვარ და მოკლედ გახადოს ადამიანი პასიური რელიგიურად და ზნეობრივად დააკნინოს მისი მდგომარეობა. და მისი რელიგიური სიცოცხლე ჩაკვდეს, იმიტომ რომ ეხლა თუ საშიში და შიში ღვთისა დაყვანილი იქნას მხოლოდ იმაზე, რომ ღმერთს შეიძლება გული ვატკინო და ღმერთი დავკარგო და ჩემი პასუხისგებლობა მის წინაშე გავანოლო. საქმე იმაშია, რომ დოქტრინალურად დიახაც ეს ესია, ამას თქვა ძალიან კარგად ამბობს იგივე ანტონი დიდი, აი რაც მე ვთქვი, რომ ღმერთი არავის არ ჯის, არამედ ღმერთი მუდამ სიყვარულია და ასე შენ შორდები და შენ უახლოვდები და შენ შორდები ღმერთს, მაგრამ პატრისტიკა არ მოიწურება არც მარტო ანტონი დიდით და არც ერთი რომელიმე სხვა წმინდა მამებით, არამედ ეს არის მთლიანად ქრისტიანული მოძღვრება და მთლიანი სისავსით უნდა იქნას აღქმული. საქმე იმაშია, რომ ის რაც უცხოა იურიდიული დამოკიდებულება ცხონებისადმი დოქტრინალურად არ არის უცხო და არ შეიძლება იყოს უცხო ჩვენს პრაქტიკულ ქრისტიანულ დონეზე, ანუ პიროვნულ ასკეტურ დონეზე. იმიტომ რომ თითოეული პიროვნება სულიერ ცხოვრებაში, პრაქტიკულ სულიერ ცხოვრებაში ხედავს არა მარტო საკუთარი ბუნების უუნარობას, რასაც ცოდვა და დაზიანებული ბუნება ქვია, უუნარობას ღმერთთან ყოფნისა. მე ვარ უუნარო, ჩემი დაზიანებული ბუნების გამო ვიყო ღმერთთან, ამიტომ ესე ვარ და ღმერთის წყალობას ველოდებ. ეს ერთხელ სწორია, მაგრამ სულიერად მაცხოვრებელი ადამიანი მარტო ამას კი არ ხედავს. სულიერად მაცხოვრებელი ადამიანი ხედავს, რომ აი ამ თავისი დაზიანებული ბუნების გამო და ამ დაზიანებულ ბუნებაში არსებული ვნებების გამო ის ჩადის გარკვეულ საქმეებს და ეს საქმეები არის დანაშაული და ხშირად ღალატი წინაშე ღვთის. გესმით, არა მარტო დაზიანებული ბუნება მაქვს, არამედ ამ დაზიანებული ბუნების გამომდინარე აქტიურად მოქმედებ და ეს ჩემი ქმედებანი არის ხშირად
პირდაპირ მიმართული ღვთის საწინააღმდეგოდ, ნების, ჩემი პიროვნული ნება უპირისპირდება და ხშირად ვღალატობ უფალს. და ბუნებრივია, როგორც კი ეს განცდა მოდის ჩემში. მე სხვას შეიძლება არ მიუთითო, მაგრამ ჩემში როგორც კი მოდის, რომ მე უღალატე უფალს, კიდევ დავაშავე, კიდევ მის ნების წინააღმდეგ წავედი, თავს ვერ ვიმართლებ. იცი რა, მე დაზიანებული ბუნება მაქვს და ეხლა რაც გინდა ისქენი, არა. იმ წამსვე მოდის ჩემში განცდა პიროვნული დანაშაულის ღმერთის წინაშე და იმ წამსვე ეს იურიდიული განცდა, რომ მე რადგან გიღალატე, მე სასჯელის მოლოდინში ვდგები. სამართლიანი სასჯელის მოლოდინში და თითოეულ პიროვნებას, რომელიც სწორეს სულიერი ცხოვრებით ცხოვრობს, ანუ ეს ნიშნავს ხედავს თავის დაცემულ დაზიანებულ ბუნებას. ხედავს ამ დაზიანებულ და დაცემული ბუნებაში არსებულ ვნებებს. ხედავს იმას, რომ თავის ამ ვნებებს არათუ ვერ აკონტროლებს, არამედ სიხარულით მიყვება და აქედან გამომდინარე ღალატობს. ღმერთს მუდამ აქვს განცდა სამართლიანი სასჯელის მიღების, ამ სასჯელს იმსახურებს, ის გზნობს ამას. და ესეთი განწყობა ადამიანს უფრო მეტი და მეტი სინანულისაკენ განაწყობს და მის ცხოვრებას რელიგიურს აცოცხლებს და აძლიერებს. ხოლო თუ ეს ნაწილი მოვაცილეთ, ეს პიროვნული ასკეტური მხარე და მარტო დოქტრინალური მხარე დავტოვეთ, ჩვენი რელიგიური ცხოვრება ჩაკვდება და უკეთეს შემთხვევაში კარგი ღვთისმეტყველების პროფესორებად გადავიქცევით, რომელსაც არანაირი კავშირი შეიძლება არ ქონდეს ჭეშმარიტ სულიერ ცხოვრებასთან. და აი ერთი პატარა კიდევ პრაქტიკული საკითხი და ამით თავს დაგანებებთ. აი მე სწორედ აი ამ პირად დანაშაულზე და დანაშაულის განცდაზე და ღალატზე გითხარით და ძალიან ხშირად ჩვენ გვჭირს ესეთი რაღაცა, რომ ჩვენ გვაქვს ეს განწყობა, რომ სინანული გადავდოთ. ნუ აი დღეს მაგალითად მე ვერ ვილოცე კარგად, ვერ ვწირე კარგად, ვერ მოვერია ჩემს გულისხმებს კარგად და ნუ არა უჭის ხვალეგება მოვახერხო. ნუ ხვალ ზეგ, მაზეგ და აი ესე გრძელდება და გრძელდება. და ძალიან ხშირად ჩვენ ეს ხელს გვიშლის, რომ სწორი ადეკვატური შეფასება გქონდეს ჩვენი მდგომარეობისა და ღვთის სიკეთის მოიმედენი ვართ, რომ ნუ აი ხვალე ხო, აი დღეს არა ხვალე და მოშურნეობას გვაკლებს. უფალი გვასწავლის, რომ როგორც ქურდი ისე მოვა, ყველა ძალიან როცა არ ველოდებით მაშინ მოვა, როგორც გვიპოვის ეგრე გაანგვიჯის. მამები გვასწავლია, რომ მუდამ გვახსოვდეს ჩვენი გარდაცვალება. ეს ნიშნავს და ჩვენ ვიცით უამრავი მაგალითი ჩვენს გარშემო, როცა ადამიანი უცებ მიდის, ჩვენ დრო არა გვაქვს. არც ერთმა არ ვიფიქროთ, რომ იცი რა, მე დღეს კი ვერ მოვახერხე კარგად წირვა და კარგად ლოცვა, მაგრამ არა უჭის, კვირა ხო მოვა კიდე და აი მერე ვწირა. არ შეიძლება ამის გაკეთება. დღეს ცოტა გულგრილად ლოცულობ, ისე ცოტა მივერეკები, ნუ ეხლა დრო რაღაც საქმეები, იქ რაღაცა მიხარია, ეხლა ის მინდა გავაკეთო. არ შეიძლება ამის გაკეთება. იმიტომ რომ შეიძლება შენთვის უკანასკნელი დღე აღმოჩნდეს, როცა ლოცულობ, როცა წირავ და როცა ეზიარები. შეიძლება ჩვენ მეტი დრო არ გქონდეს. და როგორებიც ხვართ, შეიძლება ესე წავსდგეთ ღვთის წინაშე. აი როგორიც აი მაგა წარმოიდგინე ადამიანი, რომელსაც სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს, რომელიც სიკვდილ მისჯილთა სენაკშია, საკანშია, სენაკი მელანდებ, საკანშია, რომელსაც თქვათ აი ძველად ცოტა ხნის წინ არ იყო, თხრილთან დააყენებდნენ და მაუზერს კეფაზე დაადებდნენ. გახსოვთ? ეს პერიოდი ხომ იყო? მაუზერი კეფაზე და ცინიკურად გეკითხებიან, არის თუ არა ღმერთი, ხო? აი წარმოიდგინე ეს მდგომარეობა შენში. ეხლა გეკითხები მე შენ, მოასწრებ შენი ღვაწლით რა იმას გამოსწორებას, შენ ხედავ შენ თუ ვერ ხედავ სიბინძურეს შენში, შენი საქმე მართლა ცუდად არის. ხოლო თუ ხედავ რის გამოსწორებას მოასწრებ, ან როგორ გადადებ, იცი რა, მაცალე ცოტა ხანი ერთი კვირა არ გამოვა. რაღა გრჩება, აი რა შინაგანი განწყობა გექნება ის რამდენიმე წუთი თუ წამი, სანამ ეს იქიდან ცინიკურად გელაპარაკებიან. შემიწყალე, უფალო შემიწყალე და წარმოგიდგენიათ, როგორი იქნება ეს შემიწყალე? წარმოგიდგენიათ რა ძალა ექნება, რომელიც თქვენთაგას გაებნება გონება, იმიტომ რომ აი ხარ ეს რაც ხარ, ამაზე უკეთესი არც ხარ და ვეღარც გახდები და დამთავრდა, მორჩა და გრჩება ერთი რაღაცა, შემიწყალე. მოტივაცია, სწორი მოტივაცია ლოცვისა, აი ეს არის და თუ ეს მოტივაცია არ გვექნება, ჩვენი ყველა ლოცვა და მსახურება იქნება მკვდარი და ის სიდიადე, რის დასაწყისაც ეხლა ვზეიმობთ გარკვეულწილად, იმიტომ რომ ღვთისმშობელი იშვა, რომელმაც უნდა ცანი მოდრიკოს თავის წიაღში და ძეღმერთი შვას, ეს სიდიადე ჩვენს გვერდზე ჩავლილი აღმოჩნდება, იმიტომ რომ აი ამ სიდიადეს რო შეუერთდე, უნდა დაინახო, რატო ხდება ეს სიდიადე, იმიტომ რომ შენ
შენი მდგომარეობის გამო არ შეგიძლია ღმერთთან იყო, შენ მხოლოდ ის შეგიძლია ჩაქინდრო თავი და შენი მდგომარეობიდან გამომდინარე მთელი შენი არსები, იმიტომ რომ ეს შენი ბოლო სიტყვებია, სამყაროში თქვა, უფალო შემიწყალე. აი ესე მოვეფეროთ ყოველ ჩვენ სიტყვას, ლოცვისას, ყოველ ჩვენ მდგომარეობას, გულისას და მე ღმრთ დარწმუნებული ვარ, რომ დაიწყება სიხარული ჭეშმარიტი აქვე, როგორც მგლოვარეთა ნუგეშინის ცემა, რომელიც მარადისობაში გაგრძელდება. ამინ. ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი იყოს ჩვენი მეოხი ჩვენს ხონებაში. ამინ. მადლიუფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი და სიყვარული ღმრთისა და მამისა და ზიარება სულისა წმინდისა იყოს თქვენ ყოველთა თანა. ამინ.